საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობათა შესახებ დღეს მწერალთა სახლში პრეზენტაცია კულტურის სამინისტროს და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა სახელოვნებო დარგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნები გააცნო. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებების მიღება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 2016-2017 წლის პრიორიტეტულ დარგებად ხელოვნების, რესტავრაციის და კონსერვაციის მიმართულებები განისაზღვრა. განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს ხელოვნების და რესტავრაციის კონსერვაციის მიმართულებით უელებს ხელოვნების და რესტავრაციის კონსერვაციის დარგში ექნებათ საშუალება, რათა თავისი აპლიკაციები შეიტანონ ხელოვნების განათლების საერთაშორისო ცენტრიდან მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ. არაერთი პროექტი განახორციელეთ, 203 გრანტია დაცემული, 183 სტუდენტია დაფინანსებული, საკმაოდ კვალიფიციური შეფასებები მივიღეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, საფრანგეთთან ერთად ჩვენ განახორციელებთ საკმაოდ საინტერესო პროექტი საფრანგეთში მოახდინეთ სტუდენტების ბავშვობა და დღეს მიხარია, რომ უკვე სახელოვნებო მიმართულებით მოხდება კონკრეტულად კონცენტრირება ჩვენი რესურსის.